მოგესალმებით ყველას, ჩვენ დაუნახავი მენეჯერები. სლაიდები არ მექნება, პირდაპირ მინდა დავიწყო ერთი ნაწყვეტით, ვიდეოთი, ნაწყვეტი დათა თუთაშხიადან. შენი ცხოვრებას რომ იწყებდი, რანაირი იყო მაშინ შენი გაგება? საშოვარი და შოვნა. მერე? მივხვდი არაფერი რომ არ იყო ესაც, მაგრამ სხვაც რო ვერ ვნახე უკეთესი საქმელი, მივყევი ბოლომდე. ვინახე ნაშოვარი და ვარ ასე, აგერ 100 წლის შეიქნები მალე. კაი ვჭამე, კაი ვსვი, კაი ჩავისვი და დავიხურე ვითომ, მაგრამ მეორე დღეს აღარ მახსოვდა ის. რა მახსოვს იქიდან ახლა თუ იცი დათა. ერთხელ მარტვილის ბაზარში თხაყავდა გამოყვანილი ბის, დაძენძილ დაფლეთილი იყო სულ, დედაბერი ევაჭრებოდა ვიღაც. ზუზუთა ბავშვი, ობოლოხერი მყავს, მისთვის მინდა მაგ თხა. დედაშვილობა სამაბაზად მომეცია. არაფრის გულისთვის არ თმობდა ბიჭი. მე იაფად ნაყიდ ჩოხას ვყიდი ერთს. ვაჩუქე იმ ბიჭს ის ჩოხა. მისი დაუჯერებლობა გაკვირვება და სიხარული მახსოვს. ახლაც მაქვს თვალებში. კიდევ ის მახსოვს, ჩოხა რომ ვაჩუქე, მისცა ბიჭმა დედაბერ თხა სამაბაზად. ცადე მაგმე. ბევრჯერ ვცადე, მაგრამ მე იცი შენეს. მერე? ვისაც შევაცი, მან გამხადა სწორედ. მე თუ არა სხვას გახადა მაინც. რომ არ ჩაგეცვა მისთვის, გახსა თუ აქცდებოდა თან შენ და ან იმ სხვას. მე მინდა ამ ვიდეოს შევხედოთ სხვა კუთხით. ანუ, როდესაც ვლაპარაკობთ мотивациაზე და როდესაც ვლაპარაკობთ, რას ვერ ხედავენ მენეჯერები, როგორც мотивацიის გასაღებს, თანამშრომლების мотивацიის გასაღებს, მე მინდა ამ ისტორიას შევხედოთ იმ ბიჭის ცხოვრებიდან, რომელიც მარტვილის ბაზარში ყიდდა თხას სამაბაზად. უცებ ამ ბიჭის ცხოვრებაში გამოჩნდა ვიღაცა ებრაელი ვაჭარი, რომელმაც რაღაცა თავისი ქმედებით, მისთვის მოულოდნელად, მისი რაღაცა ცხოვრებისეული мотивация გამოიწვია თითქოს. მოკლედ დღეს რაც მენეჯმენტში, мотивაციურ მენეჯმენტში დებატებია, ეს არის რომ არის თუ არა ფული პირდაპირი мотиваტორი და არის თუ არა სხვა რამეები мотивაციის აღმძვრელი ხოლმე ჩვენს თანამშრომლებში. სინამდვილეში ესეთი ძლიერი შთამბეჭდავი რაღაცა ადამიანური мотивაციები შეიძლება რომ ბიზნესშიც არსებობდეს და რამდენიმე მაგალითი მინდა მოგიყვანოთ. პირველი რაც მახსენდება, ეს არის Citibank-ის შემთხვევა. როდესაც Citibank-ის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომელიც ბირჟაზე ვაჭრობს, მისი მექანიკური შეცდომის გამო ბანკმა იზარალა $5 მილიონი. და რა თქმა უნდა, მეორე დღეს მან დაწერა განცხადება მთავარი მენეჯერის სახელზე, რომ თუ ამით გადავრჩები, რა თქმა უნდა, ამის გამო ბანკმა იზარალა და ამიტომ გთხოვთ გამათავისუფლოთ სამსახურიდან. მენეჯერის სიტყვები არის ეს мотивაციურ მენეჯმენტში ერთ-ერთი სამაგალითო, რომ პირიქით, შენ ეხლა ჩვენი ბანკისთვის ყველაზე ძვირადღირებული თანამშრომელი ხარ, იმიტომ რომ $5 მილიონი ჩვენ დავხარჯეთ შენ ტრენინგში. როდესაც ჩვენ დაუნახავ მენეჯერებს გვიკვირს, თუ რატომ არ ამოტივირებს ჩვენს თანამშრომელს იგივე, რაც გვამოტივირებს ჩვენ ისევ ჩემი აზრით უნდა დაუბრუნდეთ მასლოუს იერარქიას, სადაც ვნახულობთ, რომ ადამიანთა უმეტესობა არის შუა საფეხურზე, სადაც მთავარი мотиваტორი არის რაღაცა მიკუთვნებადობის, რაღაც სოციალურ ქვეჯგუფს რო ვეკუთვნოდე, ეს უფრო მამოტივირებს, ვიდრე რაღაც მიღწევა თუ საკუთარი თავის აქტუალიზაცია, რაც შეიძლება ჩვენ მენეჯერებს გვამოტივირებდეს. ერთი ძალიან საინტერესო ისტორია, რაც მოსმენილი მაქვს, ჩემს უნივერსიტეტში ამერიკაში იყო ინტერვიუ ერთ ქალბატონთან, რომელიც მუშაობდა ბისკვიტები, ნამცხრების ბისკვიტები რო არის, ხო იცით, ამის ქარხანაში. და ინტერვიუ ამ ქალბატონთან ნამდვილი ამბავია, გამარჯობა, თქვენი სახელია ესა და ეს, სად მუშაობთ? მე ვმუშაობ ბისკვიტებს რო აკეთებს ეს ქარხანა აქ. და რას აკეთებთ? იცით რას ვაკეთებ? ბისკვიტები რო მოდის ეს conveyor belt-ი რო არის რაღაცა იმაზე, მოდის ეს ბისკვიტები და მე აქ ვდგავარ და ამ ბისკვიტებს ვიღებ და ვაწყობ ყუთებში. მართლა? და მოგწონთ თქვენი სამსახური? დიახ, ძალიან მომწონს ჩემი სამსახური, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს აქ მეგობრული ატმოსფერო.
ჩვენ რაღაც ოჯახივით ვართ, სამსახურის მერეც ჩვენ არ ვიშლებით, ვიკრიბებით ხოლმე სადღაც კაფეში მივდივართ, ბევრს ვიცინით და ასე შემდეგ. ერთ სიტყვით, მისი мотиваცია არის რა ესეთი ოჯახური ატმოსფერო სამსახურში. და რამდენი წელია აქ მუშაობთ? 15 წელია. ხომ არ ფიქრობთ, რომ ესე იგი ბისკვიტების აღება და ყუთებში ჩადება 15 წლის განმავლობაში ცოტა მოსაწყენია. არა, რას ამბობთ, ხანდახან სხვა ფერის ბისკვიტები მოდის. ანუ ის რაღაცა თეთრი ბისკვიტები რომ მოდიოდა, ბევრი უცებ ყავისფერი რომ წამოვიდოთ და რაღაც. მაგრამ მთავარი მესიჯი აქ ამ ისტორიაში არის, რომ ამ ქალბატონის мотиваცია რა არის? ოჯახური ატმოსფერო, მეგობრული გარემო თავისთავად შეიძლება იყოს ამ ქალბატონის мотиваცია. მე მაქვს მსგავსი ამბავი დღევანდელი გადმოსახედიდან ზუსტად ამ კატეგორიაში გადის, როდესაც მეორე ადამიანის мотиваცია რო არ უნდა გვიკვირდეს. 02, 02, მაგრამ 02 ეგეთი მანქანა ხო გახსოვთ? არსებობს მანქანები და არსებობს 02. ანუ აი ესეთ და 02, ოღონდ როგორი 02, იცით? შუშა რო ატვირთკით დამაგრებული, რაღაც რემნით დამაგრებული სკამი. ეს სკამი, რომელზეც ვზივარ, არის ესე, გვერდულად, ძღოლს ესე ვუყურებ და ესე მივდივარ. აი ესე ვზივარ და ესე მივდივარ. და უცებ გაგვისწრო Mercedes-ი 600-მა თუ როგორ უნდა თქვა, შესოტმა რა. და მაშინ შესოტი Mercedes-ი ეს იყო, აი ალბათ საქართველოში ყავდა 3-ს. და გაგვისწრო რა ამას გაუსწრო, თორე მე ესე ჩამიარა უბრალოდ. და ამ ტაქსის ძღოლთან მოკლედ ისე ვარ უკვე გაშინაურებული და ვეკითხები რა. არ გინდა ესეთი ყავდეს? და დაფიქრდა და მითხრა აი мотиваციური მენეჯმენტისთვის ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა. კიო, აუ რა მაგარი იქნებოდაო, დავაწერდი ტაქსი გამოძახებითო და ყველა მე გამომიძახებდაო რა. ანუ მისი შესაძლებლობების ზღვარი თითქოს გადიოდა იმაზე, რომ ტაქსის გამოძახების სერვისი ქონოდა. мотиваცია არის ინტიმური რაღაცა და ყველა ადამიანისთვის შეიძლება ეს იყოს განსხვავებული, რაღაც ჩვენ სხვადასხვა რაღაცეები გვამოტივირებს. შესაბამისად, თუ ეს მართალია, მაშინ შეიძლება ჩვენ მენეჯერებმა ვერ გამოვიცნოთ რა არის სხვისი мотиваცია. მარტივი ფორმულა აქ, ყველაფერი გენიალური მარტივიაო, რომ ამბობენ, არის რომ თუ არ იცი რა არის სხვისი мотиваცია, კითხე. ოღონდ ეს კითხე უფრო ძნელია, ვიდრე უცებ გადაწყვიტო, რომ მოდი ბიუჯეტიდან გამოვყოთ ფული, რომ მოდი ყველა ვამოტივიროთ. ეს კითხე უფრო ძნელია, იმიტომ რომ ამის ბექგრაუნდი უნდა იყოს ნდობა, უნდა შენც უნდა გეტყობოდეს, რომ მთელი პროცესის განმავლობაში შენც გულახდილი ხარ და ასე შემდეგ. ღამიშო სტუდიის სცენარისტებთან ადრე ვქონდა ერთ-ერთზე мотиваციური საუბრები. ვერასოდეს ვერ გამოვიცნობდი, რაც მითხრა ერთ-ერთმა სცენარისტმა. მითხრა, რომ მე ვიქნები ბედნიერი, თუ კი მე მექნება ყავის ჭიქა, რომელსაც ეწერება ჩემი სახელი. ვერ გეტყვით, რომ მისი პროდუქტიულობა გაიზარდა, ვერ გეტყვით, რომ ის გახდა საუკეთესო სცენარისტი და რაღაცა ხუმრობების იმეებში, რა ქვია, კოეფიციენტებს, რომლებსაც ვითვლიდით და ცალკე мотиваციური სქემები გქონდა მაგაზე იმაში ძალიან აიმღალა, მაგრამ მისი ბედნიერების კოეფიციენტი სამსახურში რაღაცა დროით გაიზარდა. კიდევ ერთი ჩემი მაგალითი მინდა გითხრათ, როდესაც ამერიკაში ჩავედი და დავიწყე სწავლა, პირველ დავალებაში მივიღე 25 ქულა იყო მაქსიმუმი და მივიღე 18. და დამეწყო თვითგვემა რა, მოკლედ ჩემ თავს ვეუბნებოდი, რომ რას ჩამოხვედი, ამერიკის უბრალოდ ნახვა თუ გინდოდა ჩამოსულიყავი ისე და გენახა და აი 18-ს რომ მიიღებ, შეგირცხვეს ნამუსი და ასე შემდეგ რა. დამაინტერესება ეხლა სხვებმა რა ნიშნები მიიღეს რა, ამერიკელი ჯგუფელებისთვის ამის თქმა ეხავს, ეგრე რო ვთქვათ, იმიტომ რომ იცი რა მე რა ნიშანი მივიღე ჩემი საქმე და მყავდა ერთი ჯგუფელი ფუთუთ ვიჯანარკო. ეს არის ჩემი ინდონეზიელი ჯგუფელი რა. ხო და ამ ინდონეზიელთან მაინც გავბედე, რომ ფუთუთ გამარჯობა, შენ რა მიიღე. და ფუთუთას ვეძახი ესე შინაურულად. დავმეგობრდით იმის, მერე ფუთუთმა მითხრა, რომ 20 ქულა მივიღეო. და ამაზე დამემართა უარესი. ამ ინდონეზიელმა ჩამოდრეულმა 20 ქულა მიიღო და შენ აგერ 18 მიიღე და უარე, მოკლედ და
განა ყველაფერი გავაკეთე იმისათვის რომ მეორე დავალებაში 25 მიმეღო. აი მივიღე 25. აი სხვა შანსი არ დავტოვე, ხო იცით რა ყველანაირად მოვემზადე და მივიღე 25. სემესტრის ბოლოს მე და ფუთუთა დავმეგობრდით ის არის რა ქვია ინდონეზიაში რაღაც წიგნების ონლაინ რიტეილი აქვს, ეხა Amazon-ისნაირი რაღაცა ინდონეზიაში და კაი ბიჭია. კაი ბიჭი, ვაშკაცი ბიჭი. ფუთუთას ვეუბნები რომ მეთქი შენ ხარ მეთქი ჩემი ცხოვრების მოტივატორი, იმიტომ რომ შენ რო კითხე რომ 20 ქულა რომ მივიღე, მეთქი ამან გამოიწვია ჩემში და ეხლა რო დავმეგობრდით, ამიტომ ვაძლევ ჩემ თავს უფლებას რომ ეს ამბავი მოგიყვე მეთქი. ფუთუთმა მითხრა ძალიან მაგარი რაღაცა, მითხრა რომ მთელი სემესტრიო მე მინდოდაო ამის თქვა შენთვის და ვერ ვბედავდიო და იმდენად ბრცხვენოდაო რომ მაშინაც ეს 20 ქულა წამომწდაო სინამდვილეში 18 მქონდა მიღებულიო რა და უკაცრავათო რომ მოგაწყვე. მეთქი ჯიგარი ხარ. შენ რო გეთქვა რომ 18 მივიღე, ეს ჩემთვის რაღაც იმდენად მამოტივირებელი შეიძლება აღარ ყოფილიყო, იმიტომ რომ რაღაც დაწყნარდებოდი, ხო? იტყოდი რომ ხო, ნუ რა მოხდა ეხლა ამანაც ეს 18 მიიღო და ეხლა დიდი განგაში ასატეხი შეიძლება არ იყოს თქო. ჩემი თეორიით ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ფუთუ თვიჯანარქო, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მერდოხი და ასე შემდეგ. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მოულოდნელად ვიღაცის ცხოვრებაში გავჩნდეთ უცებ და ვამოტივიროთ სხვა. ვიღაც ამას დაარქმევს რაღაცა სიკეთეს, ვიღაც ამას დაარქმევს რაღაცა მოკლევადიან თუ გრძელვადიან ინვესტიციას, რომ მე რო ვიღაცა ვამოტივირე ის მე რო უკან დამიბრუნდება და მატერიალურ რაღაცეებში გამოისახება ან ასე შემდეგ. ვიღაც ამას დაარქმევს რაღაცა ლიდერობის ახალ ტიპს რა, ხო ვამბობთ რომ მაგარი ლიდერები ჩვენ გვაჩვენებენ თუ რა მაგრები არიან ისინი და უფრო მაგარი ლიდერები ჩვენ გვაჩვენებენ, გვაგრძნობინებენ რა მაგრები შეგვიძლია ვიყოთ ჩვენ. ხო? მე ვამბობ რომ ძალიან მარტივია, რაც გინდა ის დაარქვი, ძალიან მარტივია, რომ აი ესე უცებ მოძებნო რაღაცა გასაღები და სხვა ადამიანის ტყავში შეძვრე და უცებ რაღაც მისი სიხარული გაგიხარდეს. ან მის ენაზე ილაპარაკო. ბაკურიანში ვისვენებდით შარშან ზაფხულში ეკასთან და ნიკოლოსთან ერთად. ჩემი ნიკოლოზი 6 წლისაა და ამ სასტუმროში ისვენებდნენ სომეხი წვილი იყო და ბავშვები ყავდათ პატარები რა, ალბათ 2 წლის და 4 წლის. ეს მამა მომეჩვენა და კაცრი მამები რო არიან. ხო იცით, აი განსაზღვრული, ეხლა სადილი, ეხლა თამაში, ეხლა ესა, ეხლა ესა. აი ესეთი მამა მომეჩვენა. და უცებ დავინახე რომ ამან მე რაღაც შოკოლადები მისცა ამ ბავშვებს და წადი სხვა ბავშვებს დაურიგეო რა. და ეს ბავშვი ისე კეთილი ბავშვები მომეჩვენენ ეს სომეხი პატარა 2 და 4 წლის ბავშვები რომ აი ზოგმა ხო ისეთ ქართველმა არ მინდა რაღაცა გაპრანჭო და იწყა ესენი რაღაცა ძალით იმაშვებოდნენ რომ ჭამე რაღაცა კეთილი ბავშვები იყვნენ. და ძალიან მინდოდა რომ მივსულიყავი რომ შენი ბავშვები კეთილები არიან თქო ამის თქმა იმ მამისთვის. აი ძალიან მომინდა უცებ რა. მაგრამ რაღაცა ხო იცით რაღაცა კავკასიური, რაღაცა დასტოინი ტიპები ვართ ხო? რაღაცა გვაკავებს რომ და ბოლოში გადავწყვიტე რომ მეთქი აი რას ვკარგავ. მშობლები ვინც ხართ, დამეთანხმებით რომ როდესაც თქვენ შვილს აქებენ, ეს არის უნივერსალური ღირებულება. მაგრამ მანდაც განსხვავებაა. შეიძლება ეს შექება იყოს რაღაც ელოდები შექებას. ხო, მაგალითად სკოლაში როცა აკითხავ ბავშვს და მასწავლებელი შეაქებს რაღაცას ელოდები. ხო რაღაცა ცეკვაზე რომ მიიყვან და ცეკვის მასწავლებელი რო გეუბნება რომ დღეს კარგად იცეკვა ან ცურვის მასწავლებელი ამას თითქოს ელოდები. მაგრამ როცა მოულოდნელად შენ ცხოვრებაში ჩითავს უკაცრავად ჟარგონისთვის ვიღაცა რომელიც მოულოდნელად შენ ბავშვს აქვს ეს ხო რაღაცა ის არის ხო? და მოკლედ მივედი ამ სომეხ მამასთან და ვეუბნები რომ აი დიდი ბოდიში მეთქი მინდოდა ამის თქმა და წეღან დავინახე შენი ბავშვები რაღაცა და აი რაღაცა კეთილი ბავშვები არიან მეთქი ძალიან თქო რა და ნახვამდის. შეიძლება ვუტრირებ და მომეჩვენა, მაგრამ მეორე დღეს მომეჩვენა, რომ ეს კაცი, ეს სომეხი მამა, მისი ბედნიერების კოეფიციენტი ბავშვებთან ურთიერთობაში იყო საგრძნობლად გაზრდილი. შემიძლია თუ არა ესეთი რაღაცა გავაკეთო დღეში ერთხელ? შემიძლია თუ არა ესეთი რაღაცა გავაკეთო წელიწადში 365 ჯერ? ხო თუ ყოველდღე ერთადერთი უნარი, რაც მე უნდა გამოვიმუშაო, ეს არის რომ აი სხვისი სიხარული უცებ გამიხარდეს. როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ სამოტივირებელ ადამიანებზე რა, რომ ჩვენ ვამბობთ რომ სამსახურში საერთოდ დედამიწაზე ცხოვრები ადამიანების 2/3-ს ბევრი კვლევით ურჩევნია რომ უფროსმა უთხრას რა გააკეთოს. როდის, რატომ და როგორ. დარჩენილი 1/3-დან ესე იგი ნახევარი არის ისეთი რომელიც სულ წუწუნებს
ხო? ვიცით, ხო ესეთ ხალხი, სულ რაც არ უნდა კომფორტული იყოს პირობები, სამუშაო პირობები, мотиваციურს, სულ წუწუნებს, ვიღაცები გახსენდებათ ალბათ. და ამ 1/13 ნახევარი, ანუ 1/6 არიან ეგრეთ წოდებული ლიდერები, რომლებიც რაღაცა ცოტა მასშტაბურად შეუძლიათ შეხედონ და შეუძლიათ ვაფშე ეს რო შევცვალოთ ხვალ რა იქნება, ხო? იმ კატეგორიასაც მინდა გამოვეხმაურო, რომელიც ესე იგი სულ წუწუნებს, რომ ჩვენ მენეჯერები აი მოუთქვავთ ხოლმე ამაზე, რომ აი ვერ ვამოტივირე ვერაფერს. ფული მივეცი, ბონუსი მივეცი, ის მივეცი, ეს ტრენინგზე გავუშვი, კონფერენციაზე დაუფინანსე, ის ვქენი, მაგრამ აი ვერ ავამუშავე რა. და ნაცვლად ამისა სულ წუწუნებს, არაფრით არ არის კმაყოფილი. მენეჯერი ამ დროს არის თვითონ ხაფანგში. თვითონ არ წუწუნებს ამ დროს. ხო? ჩვენ მენეჯერები წუწუნებთ და ერთი ანდაზაა და ამითი ალბათ დავასრულოთ, რომ რაც დაგვეხმარება იმის ფიქრზე დაწყებაში, რომ ეს წუწუნი ხო არ უნდა შევწყვიტოთ შემთხვევით რა. ერთი ანდაზე, რომელიც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ანდაზაა, რომ მე ბევრი ვიწუწუნე იმაზე, რომ არ მქონდა შარვალი, სანამ არ ვნახე სხვა, ვისაც არ ქონდა ფეხები.